გამარჯობათ 2026 წლის 24 ივნისია 4 წელი და 4 თვე შესრულდა მას შემდეგ რაც ვლადიმერ პუტინის ბრძანებით რუსეთმა დაიწყო პირდაპირი ფართომასშტაბიანი აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. სანამ დეტალურად დავიწყებდე საუბარს ამ და სხვა საკითხებზე, მოგიწოდებთ იმათ, ვისაც აქ ამ პლატფორმაზე, ამ აკაუნტზე ჩემი აქტიურობა საინტერესოდ და საზოგადოებისთვის სასარგებლოდ მიგაჩნიათ, რომ გამოიწეროთ, ანუ დააფოლოვოთ ეს აკაუნტი, დასვათ მოწონებები, ანუ ლაიქები და გააზიაროთ იმ მიზნით, რომ თქვენ და უფრო მეტ ადამიანს მეტი წვდომა რო გქონდეთ ამ აკაუნტზე არსებულ მასალაზე. ვინც თვალყურს ადევნებთ აქ ჩემს აქტიურობას, გეცოდინებათ, რომ მე საუბრობ სხვადასხვა თემებზე, პოლიტიკა ეს თვითონ საქართველოს შიგნით არსებული პოლიტიკა იქნება, გლობალური პოლიტიკა, ეკონომიკა, როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე მსოფლიო მასშტაბით და ასე იურისპრუდენცია და სხვადასხვა საკითხებზე. და ვცდილობ, რომ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად მიუკერძებლად განვახორციელო ეს საქმიანობა. როგორც მოგეხსენებათ, 4 წელი და 4 თვე შესრულდა მას შემდეგ, რაც დაიწყო ომი რუსეთმა პირდაპირი ფართომასშტაბიანი აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. ახლა დღეისათვის ამ აღნიშნულ ომთან დაკავშირებით არის შემდეგნაირი სიტუაცია. მოგეხსენებათ, რომ უკვე ბოლო ხანები არის, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში სერიოზულად გააქტიურდა უკრაინა, მიმდინარეობს მასირებული შეტევები, როგორც დრონებით, ასევე რაკეტებით, მაგრამ ძირითადად დრონებით უკრაინის მხრიდან რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ინფრასტრუქტურასა და ისეთ ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც რუსეთი იყენებს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების საწარმოებლად. ეს არის ნავთობის საცავები, ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნები და ასე შემდეგ. მოგეხსენებათ, ინტენსიური შეტევების ქვეშ იმყოფება თვითონ უკრაინის მხრიდან, თვითონ მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, ეს საბჭოთა კავშირის დროინდელი რუქა არის, მაგრამ საზღვრები და ის კარგად ჩანს და ასე რომ შეიძლება ისა რა ქვია საუბრისას გამოდგება ალბათ. ასევე სხვადასხვა ქალაქები, აი ქერჩი, აქ შავი ზღვის პირას, იაროსლავლი, აი მაგალითად გასული დღეების განმავლობაში ერიშები იქნა მიტანილი ნიჟნი ნოვგოროდზე, საბჭოთა კავშირის დროს გორკი ერქვა და ახლა ნიჟნი ნოვგოროდი ხია უკვე, ეს მაშინდელი რუკა. ასევე ციმბირის ტერიტორიაზე რამოდენიმე დღის წინ იქნა მიტანილი ტიუმენზე არსებულ ნავთობ ობიექტზე და ტიუმენის ოლქი ეს ითვლება, ეს არის რუსეთის ტერიტორიაზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნავთობის მომპოვებელი რეგიონი. რა თქმა უნდა, რუსეთის ტერიტორიიდანაც დიდი შეტევები მიდის უკრაინის წინააღმდეგ. მოგეხსენებათ, რომ ვლადიმერ პუტინმა ხერსონის ოლქი აქ უკეთესად ჩანს ხერსონის ქალაქი ხერსონის ოლქი, ზაპოროჟიეს ოლქი, ქალაქი ზაპოროჟიე, დონეცკის ოლქი და ლუგანსკის ოლქი, ვოროშილოვგრადი რო წერია, ეს არის ახალ დღეს ამას ქვია ლუგანსკი, ანუ ეს საბჭოთა დროინდელი ტერმინები, დასახელებები ზოგიერთი ქალაქების და მაგრამ მან პუტინმა 4 წლისა და 4 თვის განმავლობაში ვერ შეძლო, რომ ეს 4 რეგიონი მთლიანად აეღო და ქალაქ ხერსონის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრს, ქალაქ ხერსონს, ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ხერსონს, ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრს, ქალაქ ზაპოროჟიეს და ასევე დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების გარკვეულ ტერიტორიებს ისე უკრაინა აკონტროლებს და იმათ დაკავებას ვერ ახერხებს, ამიტომ პუტინს უჭირს ომის დამთავრება, იმიტომ რომ პუტინმა გამოაცხადა თავისი მხრივის რუსეთის ტერიტორიებად და იქ უკვე რუსეთის რუქებზე უკვე იმას ზემოხსენებულ ტერიტორიებს უჩვენებენ როგორც რუსეთის ქალაქებს, როგორც რუსეთის ტერიტორიებს და ახლა რომ ომი შეწყვიტოს და ის ტერიტორიები უკრაინის კონტროლქვეშ დარჩეს და ისევ შეწყვიტოს ცეცხლი, მაშინ რუსეთის მოსახლეობას რა უთხრას, რომ რუსეთის თავისი გადასახედიდან, თავისი სიტყვიდან გამომდინარე რუსეთის ტერიტორიები დაუთმეო და აი ასეთი სიტუაცია არის, რაც რა თქმა უნდა და მიმდინარეობს რა თქმა უნდა ინტენსიური ბრძოლები თვითონ ფრონტის ხაზზეც და
ანუ ზოგიერთ და თქვენ წარმოიდგინეთ და ეს ბოლო 2 თვე არის რაც ძალიან გააქტიურდა უკრაინა განსაკუთრებით დრონებით რუსეთის ტერიტორიაზე და თქვენ წარმოიდგინეთ ეს იმ პირობებში, როდესაც ტრამპი არის ამერიკის პრეზიდენტი, რომელმაც მინიმუმამდე დაიყვანა ამერიკის დახმარება უკრაინისადმი, მაგრამ ევროპის ქვეყნებისა და სხვა დემოკრატიული სახელმწიფოების დახმარებით და უკრაინელი ხალხის მედგარი წინააღმდეგობის შედეგად უკვე ხედავთ თუ რა ხდება, რომ რუსეთი ვერც ფრონტის ხაზზე ვერ იმარჯვებს და ვერც თავისი ქალაქების დაცვას ვერ ახორციელებს სათანადო დონეზე და მასიური დარტყმების ქვეშ იმყოფება მათ ქალაქებში არსებული, როგორც აღნიშნე, სამხედრო ინფრასტრუქტურა და ის ინფრასტრუქტურა, რომელსაც რუსეთი იყენებს უკრაინის წინააღმდეგ ინტენსიური საბრძოლო მოქმედებებისათვის. და ახლა თქვენ წარმოიდგინეთ ამა წლის ნოემბერში რომ არის ამერიკაში კონგრესის შუალედური არჩევნები, სადაც დიდი ალბათობით როგორც ექსპერტები, საერთაშორისო ექსპერტები თვლიან 80%-იან ალბათობას დებენ იმისი, რომ ქვედა პალატაში, ანუ წარმომადგენელთა პალატაში, როგორც მინიმუმ დემოკრატიული პარტია აიღებს უმრავლესობას, რა თქმა უნდა, ეს სერიოზულად შეცვლის ვითარებას უკრაინის სასარგებლოდ, ხოლო თუ კი ორივე პალატაში დემოკრატიული პარტია აიღებს უპირატესობას, ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო დამძიმდება პუტინისა და ზოგადად პუტინის მოკავშირეების მდგომარეობა მთელ მსოფლიოში. ახლა საქმე რაშია? ტრამპი ვინაიდან იმისათვის რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გაემარჯვა, ის პირდება, მასთვის იმდენად უნდა რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება, რომ ის პირდებოდა ამერიკის ამომრჩეველებს, რომ თუ მე გავიმარჯვებო საპრეზიდენტო არჩევნებშიო, ინაგურაციამდეც კი ამბობდა, რომ დაამთავრებ თავის ინაგურაციამდეც კი ამბობდა, რომ დაამთავრებდა ზემოხსენებულ ომს და მისი ინაგურაციიდან უკვე გასულია წელიწადი და 5 თვეზე მეტი. და აქედან გამომდინარე ეს მის რეიტინგზე ცუდა დაისახება და კონგრესის არჩევნების წინ, რა თქმა უნდა, მას ეშინია ნებისმიერი ისეთი რამაც შეიძლება იმოქმედოს, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მის რეიტინგზე და აქედან გამომდინარე, მოგეხსენებათ, მისი მხრიდან არაერთხელ იყო, რომ იყო ასეთი ფაქტები, მაგალითად ეცახში კამათი მასა და ზელენსკის შორის, რომ ზელენსკიზე ახდენდა ზეწოლას, რომ ზელენსკი ვინაიდან პუტინი ზემოხსენებული მიზეზიდან გამომდინარე ვერ აჩერებს ომს, რადგან ვერ იღებს იმ ტერიტორიებს, რაც თავისი მხრიდან რუსეთის ტერიტორიებად გამოაცხადა, აქედან გამომდინარე, მაშინ ტრამპმა მერე სცადა, რომ ზელენსკი დაეთანხმებინა იმაზე, რომ რაც ვერ აუღია პუტინს. უკვე ამდენი ხანია რო ვერ იღებს და ამასობაში თვითონ რუსეთის ტერიტორიების ინტენსიურად იბომბება, ის ტერიტორიები დაუთმეო, ანუ რასაც ვერ იღებს, იქიდან ჯარები გაიყვანეო და 28 პუნქტიანი შეთანხმებაც ამას ითვალისწინებდა, რაც ტრამპმა შესთავაზა ზელენსკის, რაც ფაქტიურად